ალბათ ყველას გამოგიცდეთ ეს მომენტი. შედიხართ ოთახში რაიმეს წამოსაღებად და ჩერდებით. საერთოდ ვერ იხსენებთ, რატომ შეხვედით. ბევრს ეს მეხსიერების პრობლემა ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნეიროფსიქოლოგიური ფენომენია, რომელსაც მეცნიერებაში კარის ზღურბლის ეფექტი ეწოდება. როცა კარის ზღურბლს კვეთთ, თქვენი ტვინი ამას აღიქვამს როგორც მოვლენის საზღვარს. ის სტრატეგიულად აარქივებს წინა ოთახის ინფორმაციას, რომ ახალი გარემოსთვის რესურსები გაათავისუფლოს. ჩვენ არქიტექტორები ამ ნეირონულ მექანიზმს ინტერიერის ზონირებისას აქტიურად ვიყენებთ. შეხედეთ მუზეუმებსა და გალერეებს. აქ კარის ზღურბლის ეფექტს ხელოვნურად ვაძლიერებთ. კვეთრი ტრანზიციები, განათების ცვლილება, განსხვავებული იატაკი. ეს ყველაფერი ტვინს აიძულებს გადაიტვირთოს. ეს აუცილებელია, რათა ყოველი ახალი დარბაზი და ექსპოზიცია იზოლირებულ ახალ ემოციად აღიქვათ. საპირისპირო მიდგომა გვაქვს სამუშაო სივრცეებში, ოფისებში, საავადმყოფოებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ფოკუსია გადამწყვეტი. დიზაინერები ვქმნით ვიზუალურ უწყვეტობას. შუშის ტიხრები, ერთიანი იატაკის საფარი, შუშის კარი, თანმიმდევრული ფერები. ეს ტვინს უგზავნის სიგნალს. აქ თვალებადი არაფერია, შეინარჩუნე ფოკუსი. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა კარის ზღურბლზე შეჩერდებით, გახსოვდეთ. სივრცე, რომელშიც იმყოფებით, აქტიურად ესაუბრება თქვენ ტვინს. იგი აკონტროლებს თქვენ მეხსიერებას, ემოციებს და აღქმას. ყოველივე ეს კი დიზაინის ენის ნაწილია. და ბოლოს პრაქტიკული რჩევა. თუ ოთახში შესულს მაინც დაგავიწყდათ, რატომ შეხვედით ოთახში, უბრალოდ დაბრუნდით უკან. ძველ ადგილას დაბრუნება ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ დავიწყებული აზრი ისევ გაგახსენდეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.